რა არის გზავნილი შენი მფარველი ძალებისგან? ეს არის არკანი ჩამოკიდებული კაცი, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა ხარ ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც საჭიროა ცოტა ხნით გაჩერება, დაფიქრება. შესაძლოა ერთი შეხედვით ისე ჩანდეს, რომ ბევრი რამ შენს ცხოვრებაში ძალიან ნელა ვითარდება, ან საერთოდ გაჩერებული, დაპაუზებულია. მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ჩიხი არ არის. ეს გარდამავალი სივრცეა ძველსა და ახალს შორის. იმისთვის, რომ შენს წინ ახალი კარი გაიხსნას, უნდა შეძლო და გაუშვა რაღაც ძველი, ის რაც უკვე აღარ გემსახურება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, მოლოდინი, ან საკუთარი ძველი იდენტობა. უნდა გაუშვა იმისთვის, რომ შეძლო ახალ ეტაპზე გადასვლა. ჩამოკიდებული კაცი არ არის დასჯის ან ტანჯვის სიმბოლო. ის ნებაყოფლობითი შეჩერებაა, რომელიც აუცილებელია სულიერი ზრდისთვის. ეს დრო შენი მხრიდან მოითხოვს მოთმინებას, მიღებას, კონტროლის ნაწილობრივ დათმობას. რაც მეტად ებრძვი პროცესს, მით მეტად იგრძნობ თავს ჩიხში. მაგრამ თუ შეძლებ სიტუაციის მიღებას და საკუთარ თავზე მუშაობას, ეს ეტაპი მოგიტანს საკმაოდ სერიოზულ გარდაქმნას. საჭიროა დრო და საკუთარ თავთან გულწრფელობა. იმისთვის, რომ დაინახო, რა აღარ შეესაბამება შენს ჭეშმარიტ გზას. შესაძლოა შენში ახლა იცვლება ღირებულებები, პრიორიტეტები, ზოგადად ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება. ის, რაც ადრე აუცილებელი და უცვლელი გეგონა, ახლა შეიძლება მნიშვნელობას კარგავდეს. ამ ეტაპის მთავარი გზავნილი კი შენთვის არის შემდეგი. მიიღე დროებითი გაურკვევლობა, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი ფაზა. სწორედ ამ შეჩერებაში, ამ ერთი შეხედვით დაპაუზებულ მდგომარეობაში, ყალიბდება ახალი ხედვა, რომელიც მალე სრულიად განსხვავებულ ახალ გზაზე გადაგიყვანს.